ინციდენტი თბილისში პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელს ვაჟებ შაველას გამზირზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბუაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეო მასალა, სადაც დაპირისპირების გარკვეული ეპიზოდია აღბეჭდილი. ლელოს ლიდერის განცხადებით, საბურთალოს შტაბიდან გამოსვლისას ადგილზე პროვოკატორები დახვდნენ, სიტყვერის შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები ესროლეს. დანის გამოყენებით კი ემუქრებოდნენ. ბუაძე განმარტავს, რომ შესაბამისი რეაგირების მიზნით მისმა თანამშრომლებმა 112-ში დარეგეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. მე და ჩვენი საბურთალოს შტაბის ხელმძღვანელი მივდიოდით ჩემი მანქანისკენ, როდესაც ვაჟებ შაველაზე ორი ადამიანი შემოხვდა გინებით შეურაცხყოფით, რაც იყო ამ ინციდენტის დასაწყისი. შემდეგ არ დასრულდა ეს, არ წავიდნენ, არ დაასრულეს, ისროდნენ ქვებს, ჰქონდათ დანა და ასეთი სამარცხვინო ფორმით ვნახეთ კიდევ ერთი ფიზიკური ანგარიშწორების მცდელობა. არც კი მოსულა აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც კი გამოუკითხივართ, არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია ამასთან დაკავშირებით, რაც არის კიდევ ერთი ძალიან ცხადი აღიარება იმის, რომ ხელისუფლება, პოლიცია და კრიმინალი არის გადაჯაჭვული.